მადლობა ორივე თქვენგანს გადაცემაში მონაწილეობისთვის. მარიამ, თქვენთან საუბრით დავიწყოთ. დღეს ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული წერილით გახდა ცნობილი, რომ თქვენი მეუღლე ნიკოლოზ ჟავახიშვილი მეოთხე დღეა შიმშილობს, 5 დღე უკვე იშიმშილა მზია საკითხიდან გამომდინარე და ძალიან ემოციური იყო მისი სიტყვები, რაც გამოქვეყნდა, რომ მისი პასუხი არის შეტევაზე შეტევა. რა სიტყვით ჯერ აიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირველ რიგში ამით დავიწყოთ და შემდეგ რისით თქმაც. ძალიან რთული ვითარება, ეხლა როგორც შემიძლია აღვნიშნო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველადვე ისე რთულად მიდიოდა, რომ ამის გამო ვთხოვე, რომ შეეწყვიტა, ვინაიდან ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა, ხოლო ეხლა ვინაიდან თავიდან დაიწყო, მისთვის უბრალოდ რთული იყო იმ ფაქტს შეგუებოდა თუ რა ხდებოდა მზიას თავს 27 დღის განმავლობაში მზია მაღლობელი შიმშილობს და ანუ ეს მდგომარეობა არის სრულიად ყველაზე ძალიან რთული, ანუ არც კი ვიცი სიტყვებით როგორ უნდა აუხსნა და ის დღესდღეობით ისევ სოლიდარობას უცხადებს მზიას. კიდევ მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ რეზო კიკნაძემაც ციხიდან გამიგზავნა დღეს წერილი და ამ წერილში იყო მოხსენიებული, რომ თვითონაც აპირებს შიმშილობის დაწყებას, უკვე მეოთხე შიმშილობა იქნება მისთვის და მას ასე ორივე მათგანს ალბათ, ან არ ვიცი როგორ თქვა თვითონ, მათ სურთ და ალბათ თვითონაც გააჟღერებენ, იმიტომ რომ ეს ჩემი სიტყვები არ არის, მათი სიტყვებია, რომ სხვებმაც, პოლიტპატიმრებმაც გამოხატონ პროტესტი და რამენაირად როგორც გარეთ ხდება ეს პროტესტი, ისევე შიგნით გაგრძელდეს. სოლიდარობა გამოუცხადონ მზიას და ყველა მათგანს. ძალიან რთული ვითარება. არ ვიცი როგორ უნდა აუხსნა ეს ყველაფერი. თვითონ ვერ ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვინაიდან ინფორმაციის მიწოდება იქ ძალიან რთულად ხდება და თანასაკნელებთან ძალიან უჭირთ კომუნიკაცია. და ეს არ ვიცი, დიდი ალბათობით დღეს ან ალბათ ხვალ გააჟღერებენ თავადაც ამ სიტყვებს, ანუ არ ვიცი ეს უბრალოდ წერილში იყო ფრაგმენტში მოხსენიებული. მისი სიტყვა რაც იყო იქ ადგილზე და მართლა ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი. მადლობა მარიამ.